მოკლედ, გადავიდეთ ახლა ბოლო საკითხებზე, რომელიც ეხება ცივ-ომს და ამით შეიძლება ითქვას ძირითად, იმიტომ რომ არის ძირითადი მასალები, ძირითადი საკითხები და ეს ძირითადი საკითხებს თან სდევს სხვადასხვა მოვლენები, აი მაგალითად ის რა ქვია, ცივი ომის შემადგენელი ნაწილია საბჭოთა კავშირის დაშლა, მაგალითისთვის კორეა, კუბა, ვიეტნამი, ბუდაპეშტი, პრაღა, იქ არსებული დაპირისპირებები და ამბები, ეს ყველაფერი შეიძლება ვთქვათ, რომ ცივ ომს ეხება უშუალოდ და ამ კონტექსტს უნდა გავყვეთ აუცილებლად და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ცივ ომზე, პირველ რიგში ვინც არის ის და რა ხდება და როგორ ხდება, ახსენდება ხოლმე რაღაცა სიცივე, ზამთარი, რა ვიცი, 1000 სინონიმი შეიძლება გაახსენდეს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით თავარი მოცემულობა რა არის ამ ცივი ომის სათქმელი, ის უნდა გამოვკვეთოთ. რეალურად ცივი ომი ჩვენ შეიძლება იმიტომ დავარქვათ რაღაცას, პირველ რიგში ისტორიას ძალიან უყვარს სიმბოლიზმი და რაღაც სახელების იარლიყების მინიჭება, რომელიც კონკრეტულ შემთხვევებში ეხება და წამოწეულია რაღაცა კონკრეტული ფაქტიდან გამომდინარე და მეორე შემთხვევაში ეს ძირითადად ამ ყველაფერს ძირითადად ვარქმევთ ხოლმე იმიტომ, რომ აღნიშნოთ ქმედება ამ მთელი მოვლენის განმავლობაში, რაც ხორციელდებოდა და ცივი ომი ნამდვილად შეიძლება შეფასდეს ცივ ომად, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს მასშტაბური დაპირისპირება, უკვე დაშლილია როგორც ასეთი მაშინდელი ქვეყნები ორ ძირითად ბანაკად და ეს ორი ძირითადი ბანაკი თავის მხრივ ერთმანეთს უპირისპირდება იდეოლოგიურ ნიადაგზე. ანუ ჩვენ ცივი ომი შეიძლება დავარქვათ კონფლიქტს, რომელიც ბრძოლობს ერთმანეთის მიმართ იდეოლოგიურ ნიადაგზე და აქ მაინც და მაინც სისხლისღვრა და რაღაცა ესეთი განსაკუთრებული ქცევები, რომელიც მაგალითად მეორე მსოფლიო ომში მასშტაბური დაპირისპირებით გამოვლინდა, არ არის. ამიტომ ყურადღება მივაქციოთ ამას, რომ ჩვენ ძირითადად გვაქვს კონფლიქტი კაპიტალისტურ და სოციალისტურ ბანაკებს შორის. კაპიტალისტური იდეოლოგიური ბანაკი მოიცავს დასავლურ ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებს, რომელიც ფაქტობრივად ინდუსტრიული რევოლუციიდან მოყოლებული აგროვებდნენ კაპიტალს, ფულს და ამ რესურსებს კერძო საკუთრებაზე ანაწილებდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ადამ სმიტისა და ჯონ ბეკონის თეორიები ეს ყველაფერი თვითონ ეს კაპიტალისტური თეორია დაფუძნებულია ამ შემთხვევაში ჯერ კიდევ რა ვიცი განმანათლებლობის ეპოქიდან რომ მივყვეთ გამორჩეულ განმანათლებლებს და სოციალისტური თეორიები და სოციალისტური თეორია, რომელმაც მერე კომუნისტური საზოგადოება შექმნა აღმოსავლეთ ევროპულ და ასე ვთქვათ რუსულ სამყაროში, ძირითადად მოიცავს და ეხება მარქსისტული და ფრიდი მარქსის ამ შემთხვევაში მარქსისტულ თეორიულ იდეოლოგიას და ენგელსის თეორიებს. ამ შემთხვევაში ეს ცივი ომი კონკრეტულად მოვლენა შეიძლება განმარტოთ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შორის, საბჭოთა კავშირთან და მის მოკავშირეებთან გლობალური გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური დაპირისპირება, რომელიც მე-20 საუკუნის 1940-იანი წლების შუახნიდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე გაგრძელდა. ანუ ეს არის ჯერ კიდევ არ დასრულებული მეორე მსოფლიო ომი და არ დასრულებული მეორე მსოფლიო ომი პირობებში უკვე იკვეთება ორი ბანაკი, რომელიც ჯერ არ დასრულებულ ომს გააგრძელებს და იდეოლოგიურ ნიადაგზე დაუპირისპირდება. მინდა გითხრათ, რომ ეს დაპირისპირება, რომელიც იდეოლოგიურ დაპირისპირებას გულისხმობს, დღეს არის ალბათ ყველაზე აქტუალური და ამ ყველაზე აქტუალურ დაპირისპირებაში ალბათ უნდა ვიგულისხმოთ
პატარ-პატარა ქვეყნებში კონკრეტული ზედსახელმწიფოების კოლონიალისტური მისწრაფებების გატარება, რაც გულისხმობს მაგალითად დემოკრატიზაციას თუ ამერიკას გულისხმობთ ამერიკის ქვეყნების, ან თუ რუსეთს გულისხმობთ ტოტალიტარული სისტემების ჩამოყალიბებას. ამ შემთხვევაში ცივომში ეს იყო ქვეყნების დემოკრატიზაცია და ამ იდეოლოგიურ ნიადაგზე მათი ანუ მცირეროვანი ეთნიკური საზოგადოებების გარდაქმნა, ან კიდევ კომუნიზმის, კომუნისტურ იდეოლოგიაზე გარდაქმნა და მთლიანად სოციალისტურ მისწრაფებებზე საზოგადოების მოწყობა. სამწუხაროდ ბევრად ჯობდა, რომ ჩვენ სოციალისტური აზროვნება არ გვქონოდა მე-20 საუკუნეში და გვქონოდა დემოკრატიულ კაპიტალისტური ხედვა, რაც დღეს გვაქვს რეალურად ბოლო 30 წელია, ყოველ შემთხვევაში თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს უკვე იცვლება ჩვენი აზროვნება, ყოველ შემთხვევაში შეცვლილია კაპიტალისტური დემოკრატიულ პრინციპებზე და ეხლა ისევ იდეოლოგიური ომია, როგორც იცით ჩვენს ქვეყანაში. ანუ ეს იდეოლოგიური ომი და ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ცივი ომი მიუხედავად იმისა, რომ 1990-იან წლებამდე გაგრძელდა და საბოლოო ჯამში დასრულდა საბჭოთა კავშირის ნგრევით, მაინც უნდა ითქვას, რომ ცივი ომის დასაწყისი 1953 წლის 5 მარტია, როცა სტალინი გარდაიცვალა, სტალინის სიკვდილით დამთავრდა საბჭოთა ისტორიის ერთი ეპოქა, ტოტალიტარული ეპოქა. სტალინის ყოფილმა თანამებრძოლებმა უკვე გიორგი მალენკოვმა, ლავრენტი ბერიამ და ნიკიტა ხრუშოვმა თავდაპირველად მთელი ეს ძალაუფლება ხელისუფლების გაინაწილეს და მერე უკვე კონკრეტულად ხრუშოვმა ნიკიტა ხრუშოვმა ხელისუფლებისთვის ბრძოლაში დაამარცხა მალენკოვი და ბერია და ერთპიროვნული მმართველი გახდა და სწორედ ხრუშოვის მმართველობიდან იწყება დათბობის ხანა, საბჭოთა კავშირში რეპრესიები და ცენზურა საგრძნობლად შემცირდა და აი ამ დათბობის დასაწყისად ითვლება ხრუშოვის მიერ პარტიის მეოცეყრილობაზე, კერძოდ 1956 წლის 25 თებერვალს წარმოთქმული სიტყვა პიროვნების კულტსა და მის შედეგებზე და ამ გამოსვლაში ხრუშოვმა ფაქტობრივად დაგმო სტალინი და მის მიერ საბჭოთა კავშირში განხორციელებული რეპრესიები დაჩქარდა როგორც ასეთი დესტალინიზაცია და აი ამ პროცესს გლობალური თვალსაზრისით მოჰყვა მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში დათბობის ხანა დადგა და თქვენ ეს ტერმინი პოლიტიკურად განმარტებული ასე უნდა გქონდეთ, დათბობის ხანა ნიშნავს ნიკიტა ხრუშოვის მიერ სტალინიზაციის, დესტალინიზაციას, ანუ აზროვნების შეცვლას, კულტის, პიროვნების კულტის გაუქმებას და მალენკოვსა და ბერიას მოცილებას იდეოლოგიურად და თვითონ ნიკიტა ხრუშოვი გახდა ერთ-ერთი მთავარი გმირი იმისა, რომ მოდი ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირი რაღაცნაირად დაშლილიყო. იმიტომ რომ თუ თქვათ და სტალინი არ მოკვდებოდა 1953 წლის 5 მარტს, ხო? მაშინ შეიძლება პროცესები სულ სხვანაირად წარმართულიყო. ფაქტობრივად ნიკიტა ხრუშოვმა საკუთარი პიროვნებისგან გამომდინარე ვერ შეძლო იმ დოზის ძალაუფლების გამოვლენა პრაქტიკული თვალსაზრისით, რაც რასაკვირველია ომში გამოვლინდებოდა და ეს ყველაფერი სტალინის შემთხვევაში უფრო აგრესიული იქნება. აი სტალინი რადიკალისტი იყო, უფრო გადაწყვეტდა რაღაცა ომის დაწყებას, პატარა კონფლიქტს თუ დიდ კონფლიქტს და მით უმეტეს 1959 წელს სტალინმა ატომური ბომბი შექმნა და მის სიცოცხლეში უკვე გამოსცადეს და დიდად ეხა რუზველტს არ ქონდა, თავიდან ქონდა ძალიან ისეთი ამბიციები, რომ აი მე მაგალითად ბომბი მაქვს და ბოლო პოცდამის კონფერენციაზე რუზველტი ძალიან ამაყი იყო, ეცინებოდა კიდეც უკვე რომ მე ბომბი მაქვს სტალინი და სტალინი ძალიან დამწუხრებულიც არ იყო, მაგრამ ემჩნეოდა სახეზე, რომ მას ჰქონდა ნამდვილად კომპლექსი ამისი, რომ თითქოს იკარგებოდა თვითონ სტალინის ფიგურა და არა მარტო სტალინის, საბჭოთა კავშირი. ხო და ფარულად განაცხადა მერე, რომ 1900 სანამ კიდევ ერთი ახალი ესკალაცია დაიწყება, ახალი დაპირისპირება დაიწყება, მე ბომბი უნდა მქონდეს. და არავის არ ეგონა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნიდა ბომბს, მაგრამ მოხდა ისე, რომ 1959 წელს გამოსცადა სტალინმა პირველი ბომბი და ეს იყო ის, რაც იყო, ოფიციალურად შეიქმნა ბომბი. შესაბამისად, აი ეს ბომბების ეპოქა დადგა 6 აგვისტოს იცით, რომ ატომის სოკო წარმოქმნილი ნაგასაკში ჩამოაგდეს მსუქანი კაცი
და ამ სოკოს სიმაღლე 18 კილომეტრი იყო, რამაც პირწმინდა 250,000 კაცი გაჟლიტა იაპონიაში, ჰიროსიმაში და ნაგასაკში ჩამოვარდნილი ეს ბომბები 6 და 9 აგვისტოს გახდათ უკვე პირველი სახელი ზესახელმწიფო შექმნისა, იმიტომ რომ ზესახელმწიფოს დღეს ვეძახით იმას, ვისაც აქვს ატომური ბომბი. ეხლა ჩვენ ზესახელმწიფო ალბათ ვერასდროს ვერ გავხვდებით ფაქტობრივად, იმიტომ რომ ზესახელმწიფო სტატუსი ატომური ბომბის შემქმნელს აქვთ ხოლოდ ამ შემთხვევაში. ეს ორი სახელმწიფო იყო ამერიკის შეერთებული შტატები და SSRG, დღეს ამას ალბათ ბევრი მიემატა, გარკვეულწილად ცდილობენ რომ ზესახელმწიფოს სიმულაცია გაითამაშონ თავიანთ ხაზზე და მათ შორის კონფრონტაციას ჩვენ შეიძლება უწოდოთ ცივი ომი და საბჭოთა კავშირის დაშლამდე ეს ყველაფერი გაგრძელდა. როგორ დაიწყო ცივი ომი და რა იყო კონკრეტულად ეს პროცესები და რა იყო მაგალითად ატლანტის ქარტია შეიძლება ამის მიხედვით გავყვეთ და ძირითადად თქვენ ხედავთ ილუსტრაციაზე რუზველტსა და ჩერჩილს, ეს არის პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც 1941 წლის 14 აგვისტოს ამერიკის პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ვინსტონ ჩერჩილმა ატლანტის ოკეანეში მდებარე გემზე შეხვედრისას მიიღეს. ქარტია წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკასა და ბრიტანეთს შორის გაფორმებულ პრინციპთა ერთობლივ განცხადებას, რომლის მიზანი იყო ომის შემდგომი გადანაწილება და კონკრეტულად ეს ძირითადი 6 პუნქტი რომ გამოვყოთ ამ შემთხვევაში, ეს არის ალბათ გამოკვეთილი გამოსაკვეთი ამ ასპექტში. ეს არის ერების თვითგამორკვევის პრინციპი და ამ თვალსაზრისით ყველა პატარა თუ დიდ ერს, განსაკუთრებით პატარებს უნდა მისცემოდათ უფლება მოსილება იმისა, რომ მათ თვითონ გაერკვიათ ვის ხარეს უნდათ ყოფნა, როგორც ახლა ჩვენ უნდა გავარკვიოთ იდეაში, მაგრამ ვინ გვარკვევინებს, ეგ ცალკე საკითხია. მეორე იყო პოლიტიკური არჩევნის თავისუფლება, რომ მაგალითად მე მინდა კაპიტალისტური პოზიციები მქონდეს, კაპიტალისტური მიმართულებით წავიყვანო თუ სოციალისტური მიმართულებით. მესამე და ეს სხვათა შორის იყო ცივი ომის ერთ-ერთი სახე, რომ ერებს ქონოდათ უფლება და თუ ამ უფლებას ვინმე ზესახელმწიფო არ მისცემდა, ჩარეულიყო მეორე ზესახელმწიფო, რომ პოლიტიკური არჩევნის თავისუფლება შენარჩუნებული ყოფილიყო. ღია კარის პრინციპი მსოფლიოში, ანუ ერთიანი მარკეტის სისტემა დაახლოებით ასეთი ევროკავშირია. მეორე არის საზღვაო მიმოსვლის თავისუფლება, რომელიც ფაქტობრივად ყველა ქვეყანას შორის უნდა დაწყებულიყო. შემდეგი არის ძალისმიერი პოლიტიკის საყოველთაო უფლება, რომ არავინ ასე ვთქვათ, ესე ძალადობრივად აღარ გააგრძელებდა დაპირისპირებას და საერთაშორისო წესრიგის დამყარება, რაც ასევე ერთ-ერთი იდეოლოგიური ხაზი იყო აი ამ ის რა ქვია ატლანტის ქარტიის შეთანხმებისა ჯერ კიდევ და საინტერესო არის ერთი რაღაც, რომ ამას აფორმებს ეს ორი ადამიანი და რატო აფორმებს ეს ორი ადამიანი მაინც და მაინც და რატომ არ აფორმებს სხვა ადამიანები, ეს უკვე გამოსაკვეთია ძალიან მარტივი მოცემულობით, რომ საბჭოთა კავშირი არის აი ამ ყველაფრის ერთადერთი მოწინააღმდეგე, რომელიც არ უშვებდა იმას, რომ ერთი იდეოლოგიური ხასიათის სახელმწიფო ყოფილიყო მსოფლიოში და ერთი თავისუფალი ბაზარი, რომელიც რასაკვირველია კაპიტალისტური იდეას ყველაზე მეტად წაადგება და სოციალისტური პრინციპებიდან გამომდინარე ეს ერთიანი ბაზარი დიდად საინტერესო არ იყო. აქედან გამომდინარე კონტინენტზე შეიძლება ითქვას, რომ რკინის ფარდა ჩამოეშვა, ამიტომ ბრიტანეთმა შეერთებულმა შტატებმა უნდა ითანამშრომლონ საბჭოთა საფრთხის წინააღმდეგ, ამას ამბობს ჯერ კიდევ ვინსტონ ჩერჩილი და ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ხასიათის, ასე ვთქვათ, მსოფლიო მივიღეთ წითელი ფერით, ეს არის სოციალისტური ქვეყნები და დასავლეთით უკვე არის კაპიტალისტური ქვეყნები, რომელიც უმრავლესობაშია და ნუ ეხა ალბათ ამ წარე წერტილსაც ხედავთ ჩვენ რომელ ბანაკში მოვხვდით და თურქეთი რომელ ბანაკში მოხვდა და თურქეთი და რატომ არის დღეს ასეთი და საქართველო იქ სომხეთი და აზერბაიჯანი რატომ არ არის ასეთ დღეში, ეს უკვე გასაგებია, სავსებით გასაგებია, იმიტომ რომ ჩვენც რომ აქედან ასეთ ბანაკში ყოფილიყავით, დღეს ბევრად უფრო ძლიერი და საერთოდ სხვა დონის სახელმწიფო გვექნებოდა, იმიტომ რომ სოციალიზმი კრძალავს
ერთი ინდივიდის პიროვნების გამოხატვას და რაც მეტი აზრი და ინდივიდია სამყაროში, რაც მეტი თავისუფლებაა, ტვინების თავისუფლება, მით მეტი შანსია, რომ ერთი ტვინისა და მეორე ტვინის სინთეზურ პროცესში მოხდეს რაღაც ახალის დაბადება, რაც განვითარების წინაპირობაა. იმიტომ რომ შეუძლებელია ერთი ცენტრიდანული სისტემიდან მართული პროცესმა განვითარების სწრაფი დონე მოგვცეს. იმიტომ რომ ყველაფერი საბჭოთა კავშირის სოციალისტური ხედვით იმართებოდა ცენტრალურად, რაც მაგალითად არ იყო უშუალოდ გამოკვეთილი კაპიტალისტურ ქვეყნებში და ვინსტონ ჩერჩილმა ზუსტად თქვა ქალაქ ფუტლონში 1946 წელს რომ სამყაროში უკვე ასე ვთქვათ ჩამოეფარა რკინის ფარდა და ვინსტონ ჩერჩილი ზოგადად ამ თვალსაზრისით თავიდანვე გრძნობდა ეს მარტის შეხვედრაზე, რომელიც ცნობილია სახელწოდებით რკინის ფარდა The Iron Curtain speech, რაც იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ ხედვა მისი მშვიდობის ძარღვებისა, რომელშიც გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ლაშქრობა, ჯვაროსნული ლაშქრობა კომუნიზმის წინააღმდეგ და ჯვაროსნული ვიცით რაც არის, გაერთიანება ერთიანი იდეის გარშემო, რომელიც მიმართულია რომელიღაც წინააღმდეგობრივი ძალის მიერ და ჩერჩილმა პირველად თქვა და ახსენა ევროპაში რკინის ფარდა, ეს მიმართული იყო საბჭოთა კავშირთან და ფაქტობრივად ამაში ძირითადად იგულისხმებოდა საბჭოთა აგრესიის შეჩერება და მშვიდობის შენარჩუნება, რაც ძალიან რთული პროცესი იქნებოდა, იმიტომ რომ ჩვენ არ გქონდა საუბარი კონკრეტულად ერთ პატარა სახელმწიფოზე, ეს იყო 15 რესპუბლიკისგან შემდგარი დიდი გაერთიანება და ამ ყველაფერს დაუპირისპირდა უშუალოდ შეკავების პოლიტიკა. შეკავების პოლიტიკა, რომელიც ალბათ ამ შემთხვევაში იყო ერთ-ერთი ესეთი პროცესი და რა იყო ზოგადად შეკავების პოლიტიკა, რომელიც ჯორჯ ფრენკენმა ჩამოაყალიბა, სიტყვით გულისხმობდა აი ამას. ამერიკა აკავებს საბჭოთა კავშირს, თქვენ ხედავთ, იაპონია, ჩინეთი, პაკისტანი, ისრაელი, დასავლეთ ევროპა, ყველა აკავებს დიდ დათვს. ამ შემთხვევაში აქ პატარა დათვია და ის კარიკატურაა, სხვა შორის და ის დააკვირდით ორივე კარიკატურას. ეხლა თქვენ კარიკატურები აღარ მოგდით, მაგრამ ვინც მასშტაბების გამოცდას აბარებს, ისინი იმათ შეიძლება მოუვიდეთ. მსგავსი ეხლა დათვი ასეთი ზუსტად არ იქნება, მაგრამ შეიძლება საერთოდ სხვა კონტექსტში იყოს დახატული. ხედავთ, დათვი რომელიც ძლიერდება და სხვადასხვა ქვეყნებს იპყრობს და შეკავების პოლიტიკა გულისხმობდა, რომ ამერიკა აკავებს საბჭოთა კავშირს და სხვადასხვა ქვეყნები ამ პროცესში არიან ჩართული. აი აქაც ხედავთ თქვენ კენანის დოქტრინის მთავარ ხედვას და მერე უკვე იწყება ტრუმენის დოქტრინა და ტრუმენის დოქტრინა ალბათ არის ასევე ერთ-ერთი საინტერესო ასე ვთქვათ რამაც შეიძლება ითქვას, რომ შექმნა ესე ვთქვათ სინთეზი შეკავების პოლიტიკასთან და ტრუმენის დოქტრინის მთავარი იდეა იყო, რომ დახმარებოდა თავისუფალ ხალხს კომუნისტურ საზოგადოებასთან ბრძოლაში და შეკავების პოლიტიკის მთავარი ხედვა იყო, რომ არ გავრცელებულიყო კომუნიზმი. ამიტომ ნახე ეს ორივე დოქტრინა, შეკავების დოქტრინა და ტრუმენის დოქტრინა არის სინთეზური მოვლენები ერთმანეთს. თითქოს ჩაჯდა რაღაცნაირად, დაიწყო ტრუმენმა ისა შეკავების პოლიტიკის კენანის დოქტრინიდან რომ მიყვეთ ამ შემთხვევაში რომ მოდი ჯერ არ გავრცელდეს ქვეყნებში ეს საბჭოთა კავშირის იდეოლოგია და ტრუმენმა თქვა რომ თან არ გავრცელდეს და იმ ხალხს რომელსაც დახმარება დაჭირდება რომ ეს დოქტრინა არ გავრცელდეს, ჩვენ ხარი უნდა დაუჭიროთ ამ პროცესში და არ მივცეთ არავის უფლება იმისა, რომ კონკრეტულ ქვეყნებში კომუნიზმი დამკვიდრდეს, თან ისე დამკვიდრდეს, რომ ამ ხალხს თვითონ არ უნდოდეს კომუნიზმი. ამიტომ, აი თქვენ ხედავთ დემოკრატიულ ქვეყნებს
now that I give ესე იგი დავყოფ ნაწილებად და მათ მივცემ ფულს და მხარდაჭერას, ეს არის შეკავების პოლიტიკის ერთ-ერთი ისა ტრუმენის დოქტრინის ერთ-ერთი ხედვა და აი აქ არის კომუნისტური საზოგადოება, მაგრამ ჩვენზე რა სიტყვით თუ ჩვენ დაგვიპყრობს კომუნისტური საზოგადოება და ესეც არის ერთ-ერთი კარიკატურა, წითელი აისბერგი. და ვინ შედიან ამ ქვეყნებში? უკვე კომუნიზმი რო გავრცელებულია, ეს არის ჩრდილოეთ კორეა, ჩეხოსლოვაკია, ჩინეთი, აღმოსავლეთ გერმანია, იგივე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, ჰოლანდია, ისა პოლონეთი და უნგრეთი. და ფაქტობრივად ეს პროცესი მთლიანად არის ჩამოყალიბებული ამაზე. და აი ამ პროცესის პირველი მაგალითები, რაც ჩვენ შეიძლება გამოვკვეთოთ, სად წარმოიშვა და სად წარმოიქმნა სულ თავიდან, ალბათ არის ჩეხოსლოვაკია, რომელსაც ხედავთ, რომ უკვე აქვს მინიჭებული, ასე ვთქვათ, ეს ღია ხედვა იმისა, რა ქვია, კომუნისტური რეჟიმისა, ამიტომ ეხა მაგ ნაწილზე ცოტა უფრო ვრცლად რო ვისაუბროთ და გავყვეთ უშუალოდ მაგ ფორმატს. საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბება, ცარიზმის დამხობა რუსეთში, ნუ ესენი უკვე თქვენ იცით, ამებზე აღარ გავჩერდები. რუსეთი როგორც სახელმწიფო თავიდან როგორ ყალიბდება და რა პროცესებთან არის დაკავშირებული, უკვე მისი როგორც სახელმწიფოებრივი წყობის ჩამოყალიბება იცით. პირველი მსოფლიო ომის მსვლელობა, ევროპაში ჩამოყალიბდა მემარჯვენე მემარცხენე ტოტალიტარული სისტემები, მერე რუსეთის ორი რევოლუცია, რომელიც იცით უკვე გაიარეთ თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუცია და იქ ომი ბოლშევიკების გამარჯვებით დასრულდა, მერე 1922 წელს რო საბჭოთა კავშირი შეიქმნა და ჩამოყალიბდა, საბჭოთა კავშირში თავდაპირველად რო 4 რესპუბლიკა იყო და 1940 წლისთვის უკვე 15 რესპუბლიკა იყო და ყველა კომუნისტური სისტემის და საბჭოთა კავშირში 1921 წლის 25 თებერვლიდან საქართველოს შევიდა და ამ თვალსაზრისით პირველ საბჭოების ყრილობაზე გამოცხადდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნა და ძირითადი ლიდერები ვინც იყვნენ? ვლადიმერ ლენინი, გაყინული რომ არის და ჯერ დაუმარხავთ, ამ სისტემის სოციალისტური სისტემის ჩამოყალიბებელი, იოსებ სტალინი, რომელზეც ვისაუბრე და 1953 წლის ასე ვთქვათ 5 მარტს გარდაიცვალა, მოკვდა, არ გვინდა გარდაცვალება, ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელიც როგორც გითხარით, ებრძვის გიორგი მალენკოვსა და ლავრენტი ბერიას და საბოლოო ჯამში იგი გახდება დათბობის პოლიტიკის ერთ-ერთი ლიდერი და ფაქტობრივად წეღანაზეც საუბრობდი, დაიწყებს დესტალინიზაციას და პირველი მოცემულობა პრაქტიკული გამოყენება მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გამოიხატა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რევოლუციური გამოსვლებით, რომელშიც სადაც შეეცადნენ, რომ თავიდან მოეცილებინათ საბჭოთა რეჟიმი და დესტალინიზაციის და ხრუშჩოვის დათბობის პოლიტიკის რეალურად ზედაპირულობა ყველაზე კარგად აჩვენა უნგრეთის მოვლენებმა, რომ ეს პროცესი თითქოს სტალინის წინააღმდეგ იყო მიმართული და ეს თავის მხრივ კომუნიზმის წინააღმდეგებოდა, მაგრამ ბუდაპეშტში 1956 წლის 22 ოქტომბერს პარლამენტის წინ შეკრებილმა 200,000-მა დემონსტრანტმა მოითხოვა მრავალპარტიული არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საბჭოთა ჯარების გაყვანა ბუდაპეშტის მთავარი პარკიდან და სტალინის ძეგლის აღება, პროტესტის ტალღა ფაქტობრივად პროვინციებზეც გავრცელდა და ხელისუფლება იძულებული გახდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე რეფორმატორი იმრე ნადი დაენიშნა, რომელმაც ჩამოაყალიბა მრავალპარტიული მთავრობა და დაიწყო მოლაპარაკება საბჭოთა კავშირთან. ეხლა რა იყო დესტალინიზაცია რეალურად? იყო არსებული სტალინის კულტის დაგმობა, კონკრეტულ ქვეყნებში ახალი ძალის საბჭოური ძალის მოსვლა, რომელიც ნიკიტა ხრუშჩოვის ხარდამჭერი იქნებოდა იდეოლოგიურად და საბჭოთა კავშირთან ხელახალი მოლაპარაკება. უბრალოდ რა უნდათ? სტალინის ძეგლი აეღოთ ყველგან. პიროვნება კულტი გაექროთ და საბჭოთა კავშირი როგორც ყველაზე ტოტალიტარული სისტემა შეექმნათ
და 24 ოქტომბერს ბუდაპეშტში გამოჩნდა პირველი საბჭოთა ტანკები და ამან ხო საერთოდ უფრო გააღიზიანა მომიტინგეები და შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფერს მოჰყვა უმართავი პროცესების დაწყება და რომ ნახოთ ახლა ეს უმართავი პროცესები რაში გამოიხატა, აი აქ თუ მაქვს მოცემული, ერთი წუთი ვნახო, მგონი არა. თუ არის. ხო, არ მაქვს ეს ცალკე, იმდენად პატარა ნაწილია, რომ აღარ არის პრეზენტაციაში. ტანკები შემოვიდა 24 ოქტომბერს, დაიწყო შეიარაღებული ჯგუფების ჩამოყალიბება ბუდაპეშტში და 20,000-მდე ავიდა, რომელიც ეს გვარდიად ჩამოყალიბდა, მერე და ესენი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და 27 ოქტომბერს საბჭოთა ტანკები ქალაქიდან გაიყვანეს, ბუდაპეშტის აეროდრომზე მოუყარეს თავი, მოსკოვში პოლიტბიუროს თათბირზე გადაწყდა, რომ უფრო სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო და უნგრეთში გაიგზავნა არმია, დაიწყო ნამდვილი ოკუპაცია და უნგრეთი როგორც ასეთი მთლიანად გახდა უკვე ოკუპირებული, საბჭოთა ტანკები შევიდნენ უნგრეთში, საბჭოთა ჯარებმა ალყა შემოარტყეს ბუდაპეშტს, 1 ნოემბერს იმრე ნადმა რადიოთი მიმართა მოსახლეობას და მან განაცხადა, რომ უნგრეთი ტოვებს ვარშავის პაქტს, რადგან მისი თანხმობის გარეშე შეიყვანეს ჯარები ქვეყანაში და ამით დაირღვა პაქტის პირობა და უნგრეთი აცხადებდა ნეიტრალიტეტს, მიმართავდა გაეროს, მსოფლიო საზოგადოების დახმარებით და ნადის აშშ-ის დახმარებით ნადის ქონდა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების იმედი, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ბუდაპეშტის მოვლენებში არ ჩაერია და საბჭოთა ბირთვული მუქარა რეალური იყო და 4 ნოემბერს წითელმა არმიამ დაიპყრო ბუდაპეშტი, საბოლოო ჯამში დარბევით დასრულდა ეს პროცესები და 1958 წელს ფარულად გაასამართლეს დაპატიმრებული იმრე ნადი და სიკვდილით დასაჯეს. ანუ რა იყო ეს პროცესი? იმრე ნადი იყო ვითომ პოლიტიკური ფიგურა, რომელიც რეალურად წარმოადგენდა ეროვნულ ნაციონალისტურ იდეოლოგიას და აი ამ ტრუმენის დოქტრინის ხედვა ზუსტად ეგ იყო, რომ რაღაცნაირად გამოკვეთილიყო მცირეეროვანი ერების ის ხმა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ახშობდა და იმრე ნადმა ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა, რომ საკუთარი უნგრელი მოსახლეობის ინტერესები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ პატარა ესეთი მანათობელი ძალით მაინც გამოევლინა და მომიტინგეები, 200,000 მომიტინგე ცოტა რაოდენობა არ არის მოგეხსენებათ, მაგრამ საბჭოთა კავშირმა ძალისმიერი მეთოდებით ოკუპაცია დაიწყო და მთელი უნგრეთი ფაქტობრივად 4 ნოემბერს უკვე შეიყვანა ოფიციალურად საბჭოთა სისტემაში. იმრე ნადი 1958 წელს მოკლეს, გაასამართლეს საბოლოო ჯამში და მერე სიკვდილით დასაჯეს. აი ეს არის ზოგადად მსგავსი პროცესები წარიმართა თითქმის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც მცირე დემოკრატიული ხაზი იყო. და ჯერ პროცესი თითქოს ისე იყო დაწყებული ბუდაპეშტში, უნგრეთში, რომ თავიდან ხრუშოვს უნდოდა, რომ იმრე ნადის და მოლაპარაკებებიც ჰქონდა სხვა შორის მასთან და უნდოდა, რომ იმრე ნადი ყოფილიყო თვითონ ფიგურა, რომელსაც დაეყრდნობოდა, მაგრამ მას ღიად ცხადად ჰქონდა მკაფიო გადაწყვეტილება, რომ უნგრეთის მოსახლეობა იქნებოდა დემოკრატიულ, კაპიტალისტური, თავისუფალი ეროვნული ნიადაგზე წყობის საბჭოთა კავშირის სისტემის გარეშე, სამწუხაროდ ამერიკა არ ჩაერთო და როგორც გითხარით, ეს იყო პირველი ეთნო კონფლიქტი, რომელიც საბჭოთა კავშირის აგრესიის წინააღმდეგ იმართული იყო და პირველი ლიდერი იმრე ნადი სიკვდილით დასაჯეს. მეორე უკვე პატარა მსგავსი კიდევ ერთი ოკუპაცია 1968 წლის იანვარში უკვე ჩეხოსლოვაკიაში წარიმართა, ძალაუფლება შეიცვალა, სათავეში რეფორმატორი ჯგუფი ალექსანდრ დუბჩენკის მეთაურობით მოვიდა, დაიწყო საუბარი ეკონომიკურ და სისტემურ რეფორმებზე, შერბილდა ცენზურა, რეფორმატორებს სურდათ ინიციატივა ხალხისგან წამოსულიყო და არა ზემოდან და აპრილის არჩევნებში დუბჩენკის მომხრეებმა უმრავლესობა მოიპოვეს და კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობაში როგორც ასეთი მოვიდნენ და 1968 წლის 21 აგვისტოს
ჩეხოსლოვაკიაში შევიდნენ ვარშავის ხელშეკრულების 5 სახელმწიფოს, კერძოდ ეს იყო საბჭოთა კავშირი, ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარები. დაიწყო სამხედრო ოპერაცია დუნაი, რომელსაც ეწოდა და 36 საათში ტანკებმა მთელ ჩეხოსლოვაკიაზე კონტროლი დაამყარეს და 27 აგვისტოს მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებაზე ჩეხოსლოვაკიის ახალმა ხელისუფლებამ საბჭოეთის ლიდერებს აღუთქვა ჭეშმარიტი სოციალიზმის აღდგენა და 1968 წლის ჩეხოსლოვაკიაში განვითარებულ მოვლენებს შეიძლება უწოდოთ ჩვენ პრაღის გაზაფხული. ანუ უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია გახდათ ორი მსხვერპლი, პატარა ეროვანი მსხვერპლი, რომლებიც იმრე ნადისა და ალექსანდრ დუბჩენკის მეთაურობით ეწინააღმდეგებოდნენ საბჭოთა კომუნისტურ ძალას და ეს კომუნისტური ძალა გაბატონდა ორივე შემთხვევაში. ეხა განმარტოთ ეს მთავარი ტერმინები, რაც თქვენ ცივ ომთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ. ცივი ომი ზოგადად აღნიშნეთ რა არის, ტერმინი არის საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის დაპირისპირება, კონფრონტაცია, სადაც ატომური იარაღი არ გამოუყენებიათ, მაგრამ უნდათ ძალიან რომ გამოეყენებინათ. მეორე არის კომინფორმი, ეს არის კომუნისტური საინფორმაციო ბიურო. მესამე მნიშვნელოვანი ტერმინი არის იზოლაციონიზმი და იზოლაციონიზმი ნიშნავს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური ტრადიცია სახელმწიფოს დაარსების დღიდან მოყოლებული, რომლის მიხედვითაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სფერო იფარგლება ამერიკის კონტინენტის კეთილდღეობით თუ რაიმე გამომწვევი მიზეზი საბაბი არ მოხდა და როგორც იცით, ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომში ამერიკის შეერთებული შტატები ეგრეთ წოდებული მიჰყვებოდა იზოლაციონიზმის პოლიტიკას, ხო, არ უნდოდა კონტინენტს მიღმა გასულიყო, ჩართულიყო ევროპაში რა ხდებოდა, არ აინტერესებდა და ისიც რომარა ციმერმანის დეპეშა, რომელიც ბრიტანეთმა დაიჭირა და მექსიკის ამბებში გაუმხილა ამერიკას, რომ ეს მექსიკიდან აპირებდნენ თქვენთან თავდასხმას, არ ჩაერთობოდა ალბათ ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში. ამიტომ ალბათ პირველ მსოფლიო ომში და ალბათ მეორე მსოფლიო ომშიც არ ჩაერთვებოდა ამერიკა, რომ არა იაპონიის რაღაცა ზრახვები და პერლ-ჰარბორზე თავდასხმა მოულოდნელი, ეგეც რომ არ მოხდარიყო, შეიძლება ამერიკა ისევ იზოლაციონიზმის პოლიტიკას გაჰყოლოდა და იქნებოდა თავისთვის წესით. მაგრამ ეს პოლიტიკაც არსებობდა. დოქტრინა ზოგადად არის ზოგადი სწავლება, ძირითადი დებულება. კიდევ ერთი არის ბიპოლარიზაცია, ეს არის ორპოლუსიანობა. ცივი ომის დროს ეს არის ორი ურთიერთდაპირისპირებული ბლოკი, საბჭოთა კავშირი და ამერიკა. ნატო არის ევროატლანტიკური ალიანსი, რომელიც შეიქმნა 1959 წლის 4 აპრილს და ბენილუქსის ქვეყნები, ეს არის ბელგია, ჰოლანდია, ლუქსემბურგი, რომელიც ასევე გაერთიანდა და ცივი ომი ფაქტობრივად დაიწყო. ამ კონკრეტულ მატილებზე ვისაუბრე, აი ატლანტის ქარტიაზეც ვისაუბრე და რა იყო ცივი ომის დაწყების მიზეზი, ეს არის საბჭოთა კავშირის ექსპანსიონიზმი ფუტლონის შეხვედრაზე და რკინის ფარდაზე, ასევე ვისაუბრე და ინგლისის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა SSRK-ს წინააღმდეგ რომ ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო, ესენით შევაჭამეთ. ჩეკავების პოლიტიკა განვიხილეთ, ტრუმენის დოქტრინა განვიხილეთ. კარგით, ამ ნაწილებიდან რაც გავიარეთ, რამე კითხვა თუ გაქვთ, გისმენთ. ყველაფერი გასაგებია? კარგით. მაშინ განვაგრძოთ ახლა შემდგომი ნაწილიდან, ეს უკვე ეხება მარშალის გეგმას და აი აქ თქვენ ხედავთ Western Bloc, Eastern Bloc, წითელი ფერით რაც არის, აქ არის უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, რაზეც ვისაუბრეთ, იმრე ნადი და ალექსანდრ დუბჩენკი, რომელიც გააწითლეს. ეს არის გერმანიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა და ძალიან სასაცილოა, რომ აღმოსავლეთის ბლოკს ქვია დემოკრატიული და დასავლეთის ბლოკს ქვია ფედერაციული. იმიტომ რომ ეს სახელი თვითონ დემოკრატიული რესპუბლიკის დარქმევით ხაზგასმა ხდებოდა, რომ ჩვენ ვართ რეალური დემოკრატები, ანუ სოციალიზმია რეალურად დემოკრატია და არა
რაღაცა კაპიტალისტური ხედვა ეკონომიკური ფორმაციისა. შესაბამისად, ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რამდენად სიმბოლური ხედვა იყო. რაც შეეხება მარშალის გეგმას, მარშალის გეგმა ალბათ გახდა მთავარი, ასე ვთქვათ, ხედვა თვითონ ისა რა ქვია, ამერიკის შეერთებული შტატებისა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც იჩაგრებოდნენ, რაღაცნაირად აღედგინათ ამ ქვეყნებში ეკონომიკა, დახმარებოდნენ და მარშალის გეგმა სწორედ ითვალისწინებდა იმას, რომ სახელმწიფოები, რომლებიც უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ და ვერანაირად ვერ ახერხებდნენ, რომ საკუთარი ინტერესები, მდგომარეობა, ეკონომიკური მდგომარეობა გამოესწორებინათ, ისინი ცდილობდნენ, რომ მარშალის გეგმის მთავარი მიზანიც ეგ იყო, რომ ამ პატარა ქვეყნებს ფულით დახმარებოდნენ და ეკონომიკა აღედგინათ და აი ამ მოცემულობით 1958 წლის 16 აპრილს ხელი მოეწერა სწორედ რომ ეკონომიკურ თანამშრომლობის ორგანიზაციის დოკუმენტს და ამ ქვეყნებში გაერთიანდა ამ ორგანიზაციაში გაერთიანდა თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა, მათ შორის თურქეთიც და მათი სლოგანი იყო Whatever the weather we must move together, ამინდიც არ უნდა იყოს, ჩვენ ერთად ვიქნებით ყოველთვის და ამან მერე ალბათ ხელი შეუწყო უფრო ევროპული კავშირის ჩამოყალიბებას საბოლოო ჯამში. მაგრამ ამის გარდა კიდევ არსებობს აღმოსავლეთში არსებული ხედვა, რომელიც ჩვენ ჟდანოვის დოქტრინის სახელით ვიცით და რასაც აკეთებდა სასაცილო კიდევ რა არის, რასაც დასავლეთი გააკეთებდა, იგივე იმეორებდა ანალოგიურს, ოღონდ სხვა სახელს არქმევდა, ოღონდ სოციალისტური იყო თან საბჭოთა კავშირით და ეს რაღაცა სასაცილო, ხო თქო, რომ ჩამოწეროთ წლები დასავლეთში რა გაკეთდა და აღმოსავლეთში რა გაკეთდა, ზუსტად აი თითქოს თვეები და დღეები და რაღაცა ძალიან ცოტა ისინი უსწრებს, რომ დაგინახე გავაკეთეთ პრინციპია და ჟდანოვის დოქტრინა იყო საბჭოთა კავშირის იდეოლოგიური პოლიტიკური პროგრამა, რომელიც გამოაცხადა ანდრეი ჟდანოვმა 1957 წლის აგვისტოში და იგი ეფუძნებოდა პრინციპს სოფლიო არის ორად გაყოფილი დემოკრატიული ბანაკი და დემოკრატიული რასაკვირველია ჩვენ ვართ საბჭოთა კავშირი და მისი ყველა მოკავშირე და იმპერიალისტური ბანაკი. იმპერიალისტურ ბანაკში შედიოდა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, დასავლური კაპიტალისტური ქვეყნები და კონტექსტი მეორე მსოფლიო ომის პროცესი იყო და ძირითადი პრინციპები იყო ის, რომ დემოკრატიას იცავს საბჭოთა კავშირი, სუვერენიტეტს და მშვიდობას იცავს საბჭოთა კავშირი და იმპერიალისტური ბანაკი, ანუ აშშ ხელმძღვანელობს მსოფლიოში დომინაციისაკენ, პროვოცირებას უწევს ომს და შესაბამისად დასავლური კულტურა არის დემონიზებული და ეს სხვათა შორის დემონიზაცია დასავლური კულტურისა ეს არ გეგონოთ რომ ახალია, არ ახალია ეს შექმნილია ჯერ კიდევ აქედან ჟდანოვის დოქტრინიდან და ის რომ იქ რაღაცა ის უნდა დაჯდეს და რაღაცა ესეთი იდეები მოკლედ და ლიტერატურაში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში დაიწყო ანტიბურჟუაზიული წმენდა. ის რომ წიგნებში ყველანაირი კაპიტალისტური ხედვა საბჭოთა წიგნებში ამოღებულია და საერთოდ არ არსებობს ეგეთი რაღაცები და ყველა მწერალი ვინც კი მასეთი იყო გასამართლებულია და გაციმბირებულია და მიხვრეტილია და ასე შემდეგ შემოღებული იქნა სოციალისტური რეალიზმის ძალიან მტკიცე დოგმა, აი ამას ეფუძნება მტკიცე ხედვა სოციალიზმისა და ინტელიგენციის დისციპლინა, მწერლები, მხატვრები, მეცნიერები პარტიული იდეოლოგიას არ უნდა გაცდენოდნენ და ეს იყო ერთი ფერი, ერთი სლოგანი, ერთი წესდება, ერთი კანონიკა, ერთი ვიზუალი, ერთი ჩაცმა, ერთი ისა რა ქვია დიზაინი, რა ვიცი, ყველაფერი ერთი გქონდათ და ეს ყველაფერი მიდის იქამდე რომ იწყება ბრძოლა ეგრეთ წოდებული სოფლიო კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგ და ჟდანოვის დოქტრინამ საფუძველი დაუდო კომუნისტური პარტიების
ინფორმ ბიუროს შექმნას, რომელიც არის პარტიული საინფორმაციო სივრცე, რომელიც განაგებდა საბჭოთა კავშირის იდეოლოგიურ ერთიანობას. რა შედეგი მოჰყვა ამას? რაც რენესანსმა დაიწყო სხვათა შორის გააუქმეს. ანუ რენესანსის იდეა რა იყო? რენესანსი იყო პროცესი, რომ მე და ჰუმანიზმის იდეა რა იყო? რომ მე ერთი ინდივიდი ვარ მნიშვნელოვანი. ხო? და ეხლა წარმოიდგინეთ, აქ ყველა რო იყოთ შეკრებილი და მე პარტიას განვაგებთ. ეხლა რა ვიცი, აი რაღაცის პროპაგანდა შეუძლებელად მიმაჩნია, ჯერ ხო ეგრო ჩემს დონემდე მოვიდეს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ყველა ვიკრიბებით ასე. დიდება სტალინს რაღაც ესეთი სლოგანი გვაქვს და მე ვაგრძელებთ უკვე ამ პროცესს და ყველა თქვენ ასე იზრდებით, თქვენი ინდივიდუალიზმი ეხა შენ რა სიტყვი და შენ რას წარმოვთქვა, ეს არა, როგორც კი გადაუხვევ ამას, ეგრევე უნდა გაიცხრილოს. ეგეთი ადამიანი გაძევებულია, შენ არ გერგება წითელი ის საყელო და რა კომკავშირელი. მე კი მეძახიან სხვა შორის, არ ვიცი, საჯარო სივრცეში თუ შეგიმჩნევიათ, მე მეძახიან ახალგაზრდა კომკავშირეს, არ ვიცი, რატომ მეძახიან ყოველ შემთხვევაში ერთი ძალიან ისეთი ადამიანი ხა სახელსა და გვარს აღარ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან აღიზიანებს ჩემი კრიტიკული აზრები ხოლმე, რომელიც მიმართულია თითქმის ყველაფრის კრიტიკისკენ და იმას მადარებს და მე მგონი თვითონ არის ეგეთი ტიპი ამ შემთხვევაში და ეხლა უნდა რომ რაღაცნაირად სოციალური კლიმატი შეცვალოს პედაგოგებში განსაკუთრებულად. მოკლედ, ეს სივრცე აუქმებდა პლურალიზმს. ნებისმიერი დამოუკიდებელი აზრი ითვლებოდა მტრულად, რაც კი არ იყო პარტიასთან კავშირში. და თქვენი აზრები თუ პარტიას ეწინააღმდეგება არის ფუჭი, არაფრის მაქმნის და პოლიტიკურად ეს ყველაფერი ჯერ ხო ადამიანში არ ზის ეგეთი რაღაც სააზროვნო ფორმა, მაგრამ როგორ არ ზის, კაცო, ჩვენ ხო ყავს ეგეთები ძალიან ბევრი, ჩვენს გარშემო ყველა ეგეთია თითქმის წარსული თაობიდან აზროვნების ფორმა, მათი პლურალიზმი დაკარგული აქვს. აი მაგალითად თქვენთვის კარგად ცნობილი მასწავლებლები სკოლებში, რომლებიც გეუბნებიან, რომ ასე დაჯექი, ესენულზე ხარ, თავი აწიე, მომისმინე, თვალებში მიყურე, წიგნი გაასწორე, ან რაღაც ეგეთი, ეგ არის პლურალიზმის შედეგი სხვათა შორის. აი მაგალითად თუ ცოტა უფრო წითელი პომადა წაიცვათ და მე-11-12 შილაკები, წვეტიანი მჩხილები რატო გაქვს, მოჭრილი უნდა გქონდეს, თმა შეკრული უნდა იყოს და ეგ საყურე რატო გიკეთია, აი ბიჭზეც და გოგოზეც რომ საყურე არ შეიძლება და ამ დროს საყურე დავით აღმაშენებელს ეკეთა და ის ალბათ საწყალი კაცი ამ ეპოქაში რომ დაბადებული იყო, გააციმბირებდნენ, ისე დღეს ჩააგდებდნენ, ხო ეხა ჩვენს თითქმის ყველა ცნობილ მეფეს საყურე ეკეთა. ერეკლეთი დაწყებული, დავითით დამთავრებული, ახლა ვინ ჩამოთვალო? მაგრამ ეს პლურალიზმი რა იყო? საბჭოთა კავშირი ამბობდა, არა, არ შეიძლება ეს და მორჩა. შენ თუ პარტიას არ უნდა, შენც არ გინდა. და რაც არ უნდა გინდოდეს, მაინც არ გინდა. და ეს არის მთელი იდეოლოგიური მოცემულობა, ამაზეა აგებული პროცესი. და ეს სისტემა ქმნიდა, აი სოციალისტური სისტემა იყო, რომ მე ვარ ერთი ასეთი და შენც ასეთი უნდა იყო. და ეს სიგიჟე, რომელიც ფაქტობრივად ადამიანური ცნობიერის, ჰუმანისტური იდეების, რენესანსში არსებული მიღწევების, აი ჩაგდება და ალბათ პროვიდენციალისტურ აზროვნებასთან მის უბრალოდ პროვიდენციალიზმი იცით რომ ღმერთს განაგებს, ღმერთის კანონებით მართლობა, მაგრამ რა შეიცვალა სოციალისტში? სოციალისტში ღმერთის ნაცვლად პიროვნება გაკულტდა. ანუ ღმერთი იქნება სახელი გვარი ვიღაც სხვა თუ სტალინი იქნება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ანუ რეალურად საზოგადოება პლურალიზმის არარსებობის ფონზე სოციალისტში ხდება რჩება და აღმერთებს პიროვნებას. და ეგენი მე შეხლა ეგენი იტყვიან, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართო. აი პლურალიზმის იდეას რომ აფუჭებ და აქრობ საერთოდ, რომელ იმაზე უნდა ისაუბრო, როცა საკუთრივ კულტი ყავს, პიროვნება ყავს გაკულტებული, ხა ჩვენ აღარ ვიტყვი ხა მის სახელს 5,000 ლარიანი ჯარიმა არ მინდა ავიკრე ხა ზაფხული მოდის მაინც და რამე ზეწოდება ვუწვა ჩვენი მშვიდობის ყოფილი, ჩვენ ხო ყავს ძალიან ლამაზი გამორჩეული მშვიდობის ყოფილი, მაგალითად პლურალიზმს ჩვეულებრივ ტენდენციაში ებრძვის
დაუქმებს და მისი მშვიდობის ყოფილის ახლა მე რო ეს ტერმინი შევქმენი, ეგ უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს კულტი ეგეთი და მე მაგას ვქმნი ახლა მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ძალიან ბედნიერები ვართ. აგე გაიცინეთ, რა გაცინებთ, რატო ტირი ხართ, რა გამოცდებსაც ჩააბარებთ, მზე ამოვა და აღამდება, ზაფხულით თბილი იქნება, არც ომი იქნება და ასე შემდეგ, ხო? ანუ ძალიან ბედნიერები უნდა ვიყოთ, ჩვენი ყველა გაკვეთილი ასეთი უნდა იყოს. ამის ეს დროშას ჩამოხსნი ხა უბრალოდ შემეშალა. და მე უფრო სხვანაირი პრინციპები იქნება აქ. სილაღე, სიმშვიდე, ხატები და ეს ყველაფერი. აი, ძალიან ბედნიერები უნდა ვიყოთ ყოველდღიურად, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან მაგარ ქვეყანაში და შესაბამისად, აი ეს პროცესი რა შიმშილი და რა ის კაცო 24 შვიდზე რატომ და ვატარო გაკვეთილები ეს სამშობლოს ემსახურება რა ფული მჭირდება არა ის კიდე რაც ამბობ პარტია მასე დამავალა და ეს არის მთავარი მე ქვეყანა ძალიან მიყვარს მე პატრიოტი ვარ და უფასოდად გამეცადინებთ არაა პრობლემა ოღონდ თქვენ და ის პარტია რასაც მეტყვის და ნუ მოკლედ ხო ჩვენ მივიღეთ აი ესეთი ქვეყნები ძალიან ბევრი საბჭოთა კავშირი, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, პოლონეთი, ალბანეთი, ჩეხოსლოვაკია, რომელიც იყო პასუხი დასავლური დემოკრატიისა და ამ ყველაფერს რასაკვირველია შეუერთდა GDR-ც, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა და მე თქვენ სამწუხაროდ არდევს YouTube-ზე, მაგრამ მე მგონი ისტორიის პლატფორმაზე მაქვს ატვირთული, ასეთი ფილმია ჰიტლერის შემდეგ ქვია და ეს ჰიტლერის შემდეგ მთლიანად ასახავს პროცესს, რომელიც ეხება რა გაუკეთა საბჭოთა იდეოლოგიამ ზოგადად და საერთოდ გერმანიას რა გაუკეთეს როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა ძალიან საათნახევრიანი ფილმია, მაგრამ მთელ ცივ ომს მიმოიხილავს, მინდა გითხრათ, მათ შორის ჩეხოსლოვაკიისა და პრაღის გაზაფხულსაც ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული. აი აქ თქვენ ხედავთ ჩეხოსლოვაკიის ამბები, რომელიც დაიწყო და იცით რომ მაინც გასაბჭოებით დასრულდა. აქ უკვე ხედავთ სტალინის კულტის დაგმობას, მისი ფოტოები ყველგან იკრძალებოდა, ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო გადატრიალება, ალექსანდრ დუბინსკი და მრავალპარტიული დემოკრატიის მთავრობის შეცვლა მოსკოვის მორჩილი კომუნისტური რეჟიმით და აგერ ხედავთ ახლა ესეც კარიკატურაა სხვათა შორის ბერლინში დათვი შემოეხვია ბერლინს, რომელიც არის თითქოს დამცველი იდეოლოგიური ბანაკისა ეს კაპიტალისტური ხედვა რაც იყო ამერიკის მხრიდან წამოსული მთლიანად ამას იცავს დათვი და აი ეს კედელი რომელიც აიგო ბერლინის კედელი ამისი ძალიან ისეთი სახასიათო მოვლენა ამ ბერლინის კედელმა საერთო ჯამში შეცვალა ხედვა და იდეოლოგიურების გარდა პრაქტიკულადაც გაიყო ორი ნაკადი აღმოსავლური თვალსაზრისით ეს გერმანია გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა მთლიანად საბჭოური იმას აზროვნებას დაეყრდნო და დასავლური დაეყრდნო რომელიც მე სხვათა შორის აი ესე ხო იყო დაყოფილი სამ ნაწილად საფრანგეთი, ბრიტანეთი და ამერიკა და მე ეს საფრანგეთი, ბრიტანეთი და ამერიკაც ეს სამივე გაერთიანდა ანუ გაქრა მათ შორის საზღვრები და მთლიანად როცა დასავლური სამყარო მიხვდა რომ რა სისტემის წინააღმდეგ უწევდა ასე ვთქვათ ბრძოლა გფრდ ჩამოყალიბდა და გაერთიანდა ასე რომ იწყება ეს ორი მტრული ბანაკი ყალიბდება და ამ მტრულ ბანაკს უწევს ძალიან დიდი ამბების გადატანა ერთმანეთთან სხვადასხვა პატარა სახელმწიფოში 1950 ასე ვთქვათ 8 წლის 5 თებერვალს ბრიუსელში ხელი მოეწერა უკვე დაიწყეს აქეთაც თავდაცვისი ჯგუფების ჩამოყალიბება ეს იყო ბენილუქსის ქვეყნები რომელიც პირდაპირ ითვალისწინებდა ევროპაზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდაცვისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას რომელმაც საფუძველი დაუდო ნატოს და ბრიუსელის ხელშეკრულებით 1955 წლის 4 თებერვალში ჯერ სხვათა შორის იალტის კონფერენციაზეც კი იყო ეს განხილული რომ
მომავალში უნდა შექმნილიყო რაღაც მსგავსი ორგანიზაცია და 1959 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში უკვე ოფიციალურად შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ბრიუსელის პაქტის 5 წევრი იტალია, დანია, ისლანდია, ნორვეგია, პორტუგალიის მიერ შექმნილი ჩრდილოატლანტიკური კავშირი ნატო, რომელიც იყო 1955 წელს უკვე გფრჩევიდა ნატოში და გერმანიის დასავლეთ ნაწილი გაწევრიანდა და ესეთი მოცემულობით ჩვენ მივიღეთ ნატოს სამხედრო ბლოკი. ნუ ამათ ეხლა ნახეთ სასაცილო რა არის თქო 4 აპრილი ხო არის 1959 წლის 4 აპრილი. ეხლა 14 მაისამდე გადათვალეთ რამდენი დღე გავიდა და ეგრევე შეიქმნა ვარშავის პაქტი. აღმოსავლეთში ტოლი არ დაუდეს და ამათაც შექმნეს ვარშავსკი დაგავორ, რომელიც იყო სამხედრო ბლოკი, ასევე ნატოს მსგავსი, ამათაც იგივე აღმოსავლური ქვეყნები შეიყვანეს და ფაქტობრივად დაიწყო უკვე ორი ბლოკის დაპირისპირება. ეს არის ნატო, რომელიც ებრძვის როგორც ასეთი ვარშავის პაქტს და 1959 წლის 14 მაისს ასევე შეიქმნა უკვე ვარშავის პაქტი, რომელიც ებრძვის აღმოსავლეთის, დასავლეთის ბლოკს. ამ შემთხვევაში ეს ბომბებზე ჯდომა, ხრუშოვიზის აქეთ, კენედიზის იქეთ და შესაბამისად მათ შორის კონფლიქტები არის ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი გამოსაკვეთი მოცემულობით. აქ ვარშავის პაქტი ხედავთ და ეხა შეადარეთ უკვე ნატოსა და იმის რა